თაში მოუხადო მეტანით რომ დავიწყო ახსარება ბეთანით ღირს სიცოცხლე რომ იზრუნო სიმართლეზე ღირს სიცოცხლე უსინდისოდ გიმართლებდეს ღირს სიცოცხლე სიყვარულით გადამთვალი მართდებოდეს ბოროტების ნაბიჭვარით მოდით მიღირს მაინც ein zwei drei schwein ღირს სიცოცხლე იმიტომ რომ წყალი მოდის ღირს სიცოცხლე იმიტომ რომ ზე ამოდის ღირს სიცოცხლე იმიტომ რომ სადღაც მთაში იბადება თავისუფლებისთვის ბავშვი ასეც მიუსვათ არ უნდა რაღაც ის რასაც შექმნით შემოქმედებოდ დროს ვერ გაუძლებს მოქმედებოდ არ გინდა ხო წასვლა ის რასაც შექმნით შემოქმედებოდ დროს ვერ გაუძლებს მოქმედებოდ ისტორიაში რომ ყოფნა დაგმეთ მამულს შეურაცხო გული აქამ რჩება რა спасибо Речиха, ყველაზე მაგარი სასმელია. ძალიან მაგარი რეчихა. ჩემი სულელი შოუ დიძავა. ჯოტია გაჩეჩილება და შოუ დიძავა. ვერ გამოვალა ქედან, არ მაქვს უფლება. ჯოტია გაჩეჩილება და პროტესტ შოუ დიძავა. გაბუტულები სადღაც ოთახში მას არ ვიღებთ და ყველანი დუმოართ. თუ ყველანი ვართ ალბათ ბოდვაში ისტერიკობთ იყავით ჩუბად. თუ ჩემი მოსახდელია არ გავიქცევი ბოდიშს. ჩემი ბოდიშიც არ მახსოვს. რა? მოვიხდი რა? ბოდიშ. იქეიფე დიბოზავეთ ნედით. აღარ კონდეთ აღარაფრის რიგი. ეს ბევრია მათხვარა ფლიტი. უხარია ქვეყანაში. История мама мовится, это муджиатся потом Бодис გიხდით რომ ამ მიწაზე დავენ ოცნებებს Любая вернулся. Директор автомобиля. Долго ха. Ой, ჩერჯერობით უძლებთ და შოტიკო გურჯიძე არის ის ადამიანი, რომელმაც ვაკის და არა მარტო ვაკის რუსთაველის თეატრალური სარდაფის მშენებლობაში და გახსნაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლომის წვლილი შეიტანა. მის მხრებზე არის ამ ორივე თეატრის გახსნა და ვაკის თეატრალურ სარდაფში მოხდა ესეთი პრეცედენტი, რომ ესე იგი თქვენ მოგეხსენებათ ეს პუშკინის ინსტიტუტის ეზოში მდებარეობს და ამ თეატრიდან გამოშვებული იყო დაკეტილი იყო ეს თეატრი გამოშვებული იყო დასი ერთი დროს ეხლა რაღაცნაირად თითქოს კიდევ დაიწყო ფუნქციონირება და არ დაუწია ეს ყველაფერი მინდა რომ რა იყო როგორ იყო რანაირად იყო რომ მოვუყვეთ და მარტივად ვთქვათ ქონდა არენდა 5 წლიანი და არ წავომედგინა მე ახლა შეიძლება თეატრი დაიხუროს და შესაბამისად არაფერით ესეთი განსაკუთრებულით არ იყო ეს გამაგრებული რაღაც ის რომ მოჩა 5 წლიანი არენდა გითხრას რომ კარგად იყავით რეალურად ეგ არის მაგრამ ამის უკან რა იმალება მე არ ვიცი ხო და მე მინდა საზოგადოებაში შევახსენოთ რომ რაც შეეხება თეატრალური სარდაფის გახსნას ძალიან დიდი ხანი მოუნდა ეს თეატრი ესეთი დამოუკიდებელი პრინციპში თუ სოფიკოს თეატრს არ ჩავთვლით რომელიც ძალიან პატარაა ხო და მაინც ასრულებს ძალიან დიდ ფუნქციას პრინციპში
დროებით საქართველოში დამოუკიდებელი თეატრი არ არის. ნუ ეხლა მე მახსოვს ისეთი დროებს, რომ თეატრებში ხალხი ვერ გადადიოდა, ეს თეატრები იღებდნენ თავის თავზე იმ ფუნქციას, რომ დაუბრუნდათ იყო ამ თეატრებში ყოველთვის და მე ვიცი გიგი თევზაძე იყო მათ დირექტორი, თუ არის კიდევაც, არ ვიცი და აი ლაპარაკი ქონდა გიგისთან, როგორ ქონდა, რა სიტუაციები იყო შეიძლება. გიგი ცოტა ცინიკურად მეუბნება, რომ ეს მიჩივლე სასამართლოშიო და ახლა სასამართლოზე იცი შენ რა ხდება, მგონი იმიტოზე ხარ აქ. ხო. სასამართლო რო იყოს, ალბათ სასამართლოში მიჩივლეო და იქ თუ გინდა სიმართლე იგეთო, ხა რა იმედია ამ სასამართლოში ჩივილის, ახლა ძალიან კარგი. ესეც ხარჯია უზარმაზარი. ანუ რა ხდება, აი დღეს რა ხდება დაუშვით მაგ. იქ არაფერი ჩვენ ჩამოგვართვეს და ეს გადაეცა. ის გადაეცა. თვითონ უნივერსიტეტს ამ გიგი თევზაძეს. ხო. ეს პარალელურად მოხდა იმ პროცესთან, როდესაც დაიწყო ძალიან სერიოზული დაწოვა თეატრებზე, მათ შორის და დაიწყო იმით, რომ შეცვალეს თეატრებზე კანონი. რომელიც ერთ-ერთი ავტორი მეც ვიყავი იმ თეატრის კანონის, რომელიც იყო საკმაოდ სქელტანიანი ესეთი დოკუმენტი და პარლამენტმა მიიღო. თუმცა რაღაც შესწორებები შეიტანა და ძალიან სუგი შესწორებები მაგ დროს შევარდნაძის დროს მოხდა და მაგაზეც შუხურობდით ასე ვთქვათ და რაღაცა. ნუ მაინც ასე თუ ისე დაცული იყო. დღევანდელი თეატრზე კანონი შეუძლია შევიდნენ კულტურის ინტერნეტში და ნახონ არის ერთი გვერდი. ხო, რომელიც არაფერი არ არის. ეხლა თეატრის ფუნქცია ხო ფაქტიურად იკარგება. თუ შენ ყველგან გეყოლება ყველა თეატრში შენი დანიშნული კომისარი და პლუს დამოუკიდებელ თეატრებს, რომელიც შენ არ გეკუთვნის, დახურავ, რეალურად გამოდის, რომ ფაქტიურად ებრძვიან. ხო, ნუ აი დაახლოებით მინაშასკის დროს რო იყვნენ კომისრები დანიშნულები და რაღაც იდეოლოგიას ატარებდნენ, აქ უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ამ მმართველის სისტემით პლუს ისეთი რაღაც შემოიტანეს თეატრში, რომ რეალურად სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის, რომელიც პრინციპში უნდა იყოს ხელმძღვანელი თეატრის, რა, იმიტომ რომ ეხლა ბუღალტერმა უნდა იყოს ხელმძღვანელი ხო თეატრის. შესაბამისად, არა აქ არანაირი რეპერტუარული პოლიტიკის განსაზღვრის საშუალება. ანუ მე ხდება კულტურის სამინისტროში არის რაღაცა გასაიდუმლოებული კომისია, რომელშიც მე რატომღაც არ შევიდივარ ან სხვა ვისაც ვიცნობ არავინ არ შედის, ვინ საზღვრავს ამას, არ ვიცით და ის კაცი იღებს ფულს და შეუძლია დადგას სპექტაკლი. ხო? მიდის თეატრში, რომელიღაც აგერმე მომცეს ფული. მე უნდა დადგას სპექტაკლი. ანუ სამხატვრო ხელმძღვანელს არ ეკითხება ეს ამბავი, აი თუ შენ ვერ განსაზღვრე რეპერტუარს, შენ რა საზღვაო მაშინ, ვინ ახარ, რა სახელმწიფო ხელმძღვანელი ხარ და რა ხარ. გადაქცეულია, ამიტომ ეს თეატრები რაღაც უფუნქციო რაღაცას რა. მე როგორც ვიცი, ხა პუშკინის ინსტიტუტის ტერიტორიაზე რაღაც დაცვის სამსახური თუ რაღაც შეუშვეს ოფისებად იქ იყო. ხო, დაცვის სამსახურს აქვს რაღაც. მე უთხარი თევზაძეს, რომ მე უთხარი ხომიხტის კაცო ამ არენდას რა. ხო. გავიგიხდის ამ არენდას რა. თუ იმათ აძლევს ჩვენ რატო არ გვაძლევს საშუალება გაგვიგზელეთ ეს არენდა. მან მითხრა უბრალოდ ისეთი ციფრი, რომელსაც ვერცერთი თეატრი კი არა ვერავინ ვერ გადაიხდის. 29 ევრო კვადრატულ მეტრში. დაქცინია რა. ხვდები რატომაც ხდება ეს ყველაფერი და როგორც ყველაფერი ხდება, ამიტომაც ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად ეს თეატრების დახურვა. საერთოდ ყველაფერი ამ კანონის მიღებაც ის იყო სტურუას გადაყენების ალბათ ჩემი აზრით რა ვიცი და ვერ დაუმკლავდნენ სტურუას, ცოტათი უფრო მაღალი რანგის ადამიანი აღმოჩნდა ვიდრე ეს მთელი მთავრობა ჩემი აზრით. ამიტომ გადაწყეთეს რომ ეგეთია ეგეთი. ისიან ახლა როლი ქონდა ვარდერის რევოლუციის დროს თეატრალურ სარდაფს, იმიტომ რომ ახალგაზრდობა რომ მოდიოდა რუსთაველზე, ყველა ჩერდებოდა თეატრალურ სარდაფთან და სარდაფის ძახილით მიდიოდა მიტინგს. უნივერსიტეტები